თუ სწორი ინსტრუმენტებით მუშაობ, მიზნამდე უფრო მარტივად და სწრაფად მიხვალ. ამის ნათელი მაგალითია მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის 1991 წელს გამოყენებული გეომეტრიის ამოცანა, რიგით მეხუთე ამოცანა, რომელიც არის ABC სამკუთხედის შიგნით აღებული წერტილის გარკვეულ თვისებაზე და როგორ მარტივად შეიძლება ამოხსნა ეს ამოცანა რამდენიმე ხაზში, როცა გაქვს სწორი ინსტრუმენტი. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ეს ამოცანა გავაკეთოთ ერდოშ მოდელის უტოლობით, რომელიც ჩვენ უკვე გავარჩიეთ. ამოცანა არის ასეთი, რომ სამკუთხედის შიგნით აღებულია ნებისმიერი P წერტილი, ხო? და შეერთებულია წვეროებთან P-A, P-B და P-C. და გვინდა დამამტკიცოთ, რომ რო ავიღოთ PAB კუთხე, ხო? აი PAB კუთხე, ან PBC კუთხე, ან PCA კუთხე. ამ სამი კუთხიდან რომელიღაც ნაკლებია ანტოლი 30 გრადუსზე. ასე იგი, როგორც არ უნდა იყოს აღებული P წერტილი, რაც რა სამკუთხედი გქონდეს, ამ სამი კუთხიდან ერთი მაინც ნაკლებია 30 გრადუსზე ანტოლი. ხო? ძალიან საინტერესო ამოცანაა. შეგახსენებთ, რომ ეს არის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის რიგით მეხუთე ამოცანა. ცხადია, რომ ამ ამოცანას აქვს ბევრი მეთოდი, რამდენიმე მეთოდი შეგიძლიათ ამოხსნათ. მაგრამ ერთ-ერთი სწრაფი და მარტივი არის შემდეგი, რომ ჩვენ ვიცით, რომ P წერტილიდან ნახეთ, ახლა ჩვენ ნახეთ P წერტილიდან მანძილების ჯამი, ხო? ანუ PA plus PB plus PC მეტი ანტოლია P წერტილიდან წვეროებამდე მანძილების ჯამი, მეტი ანტოლია P წერტილიდან გვერდებამდე მანძილების ჯამის. ანუ 2FP plus გაორმაგებულის, ხო? 2PE და plus 2PD. ესე იგი P წერტილიდან წვეროებამდე მანძილების ჯამი მეტი ანტოლია P წერტილიდან გვერდებამდე მანძილების ჯამის გაორმაგებულის, ხო? მაშინ, რადგან სამი რიცხვის ჯამი მეტი ანტოლი სამი დადებითი რიცხვის ჯამზე, აქაც დადებითი რიცხვებია, იქაც დადებითი რიცხვებია, იმიტომ რომ P არის სამკუთხედზე, არამედ სამკუთხედის შიგნით, ხო? გვერდებზე არ არის აღებული, შიგნით არის აღებული. მაშინ რო დავწეროთ უტოლობები PA მეტი ანტოლი 2FP-ზე, PB მეტი ანტოლი 2PD-ზე და PC მეტი ანტოლი 2PE-ზე. ამ სამი უტოლობიდან ერთი მაინც უნდა შესრულდეს. და რატომ? თუ არც ერთი არ შესრულდება, მაშინ ბუნებრივია თითოეული გადავა ნაკლებობით, ხო? თუ ამ სამიდან არც ერთი არ შესრულდა, ანუ ნიშნავს, რომ PA ნაკლებია 2FP-ზე, PB 2PD-ზე ნაკლებია, PC 2PE-ზე ნაკლებია. და თუ შეკრიბავ, მიიღებ, რომ PA plus PC plus PB ნაკლებია 2FP plus 2FP plus 2PD, რაც ეწინააღმდეგება ერდოშის უტოლობას. ესე იგი, ამ სამი უტოლობიდან ერთ-ერთი მაინც სრულდება. თქვათ, რადგან სიმეტრიული სამკუთხედი თქვათ, ზოგადობის შეუძლებლად სრულდება პირველი, ანუ PA მეტი ანტოლი 2FP-ზე, ხო? აქედან FP გაყოფილი PA-ზე ნაკლებია ანტოლი 1/2-ზე, ხო? ნახეთ, თუ PAB კუთხე არის ალფა, ხო? თუ PAB კუთხე არის ალფა, მაშინ სინუს ალფა არის მოპირდაპირე კათეტი ამ მართკუთხა სამკუთხედში, ხო? აქ მანძილი არა, ანუ მართობია დაშვებული PFP გაყოფილი AP-ზე. ხო? და ჩვენ ვიცით, რომ FP გაყოფილი AP-ზე ნაკლებია ანტოლი 1/2-ზე. ასევე ვიცით, რომ სინუსი მახვილ კუთხეებზე კლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ალფა ან ნაკლებია ანტოლი უნდა იყოს 30 გრადუსზე, თუ კუთხე არის მახვილი და თუ, იმიტომ რომ მახვილი კუთხეზე კლებადია და თუ კუთხე ბლაგვია, შეიძლება ბლაგვი იყოს, მაშინ გამოდის, რომ ალფა მეტი ანტოლი უნდა იყოს 150 გრადუსზე. პირველ შემთხვევაში თუ ალფა ნაკლებია 30 გრადუსზე, დაგვიმტკიცებია, რომ PAB კუთხე ნაკლებია ანტოლი 30 გრადუსზე და ერთი მაინც ნაკლებია 30 გრადუსზე. მეორე შემთხვევაში,
თუ ალფა მეტი ანტოლი 150-ზე, ანუ ეს კუთხე თუ 150-ზე მეტი ანტოლი, მაშინ ნახეთ, სამკუთხედი რო გააგრძელო, AP გავაგრძელოთ, BC-ს გადაკვეთამდე, ხო? PAB თქვათ, აქ თქვათ სადღაც კაწერილში, PABK სამკუთხედში კუთხე PAB არის 150 გრადუსზე მეტი. მაშინ კუთხე ABC, ხო? კუთხე ABC ნაკლები უნდა იყოს 30 გრადუსზე, იმიტომ რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი 180-ია. და კუთხე PBC არის კუთხე B-ს შიგნით აღებული კუთხე, ხო? კუთხე BBC არის ABC კუთხის შიგნით. და თუ ABC 30-ზე ნაკლებია, მაშინ კუთხე BBC ბუნებრივია ABC-ზე ნაკლებია, კუთხე ABC-ზე და ნაკლებია 30. ესე მეგობრებო, ორ ხაზში ამოვხსენით მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის 1991 წელს გამოყენებული რიგით მეხუთე ამოცანა. ხო? ესე იგი, თუ მუშაობს სწორი ინსტრუმენტებით, შედეგი უფრო მიღწევა მარტივად, სწრაფად და ეფექტურად. ესე საინტერესოა და ეს ჩვენ გავაკეთეთ ერდოშ მორდელის უტოლობის გამოყენებით. ხო? და ასე ძალიან საინტერესო თვისებას აღწერს P-წერტილის და ABC-სთან კუთხეების დამოკიდებულებას აღწერს ეს ამოცანა, ხო? საინტერესო, თვითონ სტრუქტურულად საინტერესო ამოცანა არის ამავე დროს, რაღაცას ამავე დროს გასწავლის, თქვათ ისეთი ამოცანა. ხო, სულ ეს იყო მეგობრებო.